Değerli misafirlerimiz, programımıza hoş geldiniz. Programımıza başlamadan önce taziye mesajımız. Zülfəsə სტუმრება, კეთილი იყოს თქვენი მოგზანება. Სანამ ჩვენ პროგრამას დავიწყებთ, ჯერ გვინდა მისამძიმრებელი სიტყვა გამოვაცხადოთ. Şanlıurfa ve Kahramanmaraş'ta yaşanan ve yüreğimizi derinden yaralayan elim hadiselerin acısı tarif edilemez. Hayatlarının baharında aramızdan koparılan kıymetli öğrencilerimize ve değerli öğretmenimize Cenab-ı Allah'tan rahmet, kederli ailelerine, yakınlarına ve tüm eğitim camiamıza sabır ve başsağlığı diliyoruz. Yaralılarımıza Rabbimden acil şifalar diliyoruz. Milletimizin başı sağ olsun. შალვირფასა და ქართამამარაში მოხდათ ტრაგიკული მოვლენების ტკივილი, რომლებაც ღრმად გვადგინებულები აღუწერელი აქვს. თხოვ ყოვლის შემსწრაფმეც ნათესშემყოფოს ჩვენი ძვირფასი მოსწავლეების და მასწავლებლის სულები, რომლებიც სიცოცხლის აყვავების პერიოდში წაგვართვეს. უსამძიმრებთ და მოთმინებას უსურვებთ მათ მგლოვიარე ოჯახებს, ნათესავებს და მთელ საგანმანათლებლო საზოგადოებას. უფალს თხოვთ, მალე გამოაჯამთროს დაშავებულები, ვიზიარებთ მთელი ერის მწუხარებას. Türk Milli Marşı. თურქეთის ეროვნული მარში. Sayın protokol üyeleri, değerli misafirlerimiz. Bugün sizleri yalnızca bir kültür programına değil, tarihin, medeniyetin ve ortak hafızanın buluştuğu kadim bir şehirde selamlıyoruz. Trabzon. Yüzyıllar boyunca İpek yolunun önemli duraklarından biri olmuş, ticaretin, kültürün ve farklı medeniyetlerin kesişim noktası haline gelmiş eşsiz bir şehirdir. Bu topraklar köklü bir geçmişin izlerini taşır. Sümela Manastırı'nın dağlara işlenen ihtişamı, Ayasofya'nın tarih kokan duvarları ve Karadeniz'in hırçın dalgalarıyla yoğrulmuş liman kültürü. Trabzon'un nedenli derin bir mirasa sahip olduğunun en somut göstergesidir. Aynı zamanda Trabzon yüzyıllardır Kafkasya ile Anadolu arasında bir köprü olmuş, dillerin, ezgilerin ve kültürlerin birbirine karıştığı bir gönül coğrafyasına dönüşmüştür. İşte bugün burada, bu kadim şehrin ruhunda aynı kökten gelen, ortak bir tarihi ve kültürel mirası paylaşan insanlar olarak bir araya gelmiş bulunuyoruz. Bu akşam Gürcü ezgileri, dili ve dansları, Laz ezgileri ve köklü geleneklerin ışığında bizi biz yapan değerleri yeniden hatırlamak ve geleceğe taşımak için buluştuk. Bu anlamlı program yalnızca bir sanat etkinliği değil, kültürler arası dostluğun, kardeşliğin ve ortak geçmişimizin güçlü bir ifadesidir. Katılımınızla bizleri onurlandırdığınız için her birinize teşekkür ederim. პროტოკოლის პატივცემულო წევრებო, პატივცემულო სტუმრებო, დღეს გესალმებით არა მხოლოდ კულტურულ პროგრამაში, არამედ უძველეს ქალაქში, სადაც ისტორია, ცივილიზაცია და საერთო მეხსიერება ხდება ერთმანეთს. ტრაპიზონის საუკუნეების განმავლობაში იყო აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაჩერება, უნიკალური ქალაქი, რომელიც ვაჭრობის, კულტურისა და სხვადასხვა ცივილიზაციების გზაჯვარედინად იქცა. ეს მიწები ატარებენ ღრმა წარსულის ხვალს, მთებში გამოკვეთილი სუმელას მონასტრის ბრწყინვალება, აია სოფიას ისტორიით დატვირთული კედლები და შავი ზღვის მღელვარე ტალღებით ჩამოყალიბებული პორტის კულტურა. ტრაპიზონის მემკვიდრეობის ყველაზე კონკრეტული მაჩვენებლებია. ამავდროულად ტრაპიზონის საუკუნეების განმავლობაში იყო ხიდი კავკასიასა და ანატოლიას შორის. ის გადაიქცა გულების გეოგრაფიად, სადაც ენები, მელოდიები და კულტურები ერთმანეთში ირევიან. და დღეს აქ ამ უძველესი ქალაქის სულისკვეთები ჩვენ შევიკრიბეთ როგორც ადამიანები, რომლებსაც აქვს საერთო ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა, რომლებიც ერთი და იგივე ფესვებიდან მომდინარეობენ. დღეს საღამოს ქართული მელოდიების, ენისა და ცეკვების, ლაზური მელოდიებისა და ღრმად ფესვგადგმული ტრადიციების შუქზე ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ და გავაგრძელოთ ის ღირებულებები, რომლებიც გვაქცევს იმათ, ვინც ვართ. ეს მნიშვნელოვანი პროგრამა არ არის მხოლოდ ხელოვნების ღონისძიება, ეს არის კულტურათა შორისი მეგობრობის, ძმობისა და ჩვენი საერთო წარსულის ძლიერი გამოხატულება. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მონაწილეობით, რომ მონაწილეობთ ჩვენი პატივისცემისთვის. მადლობა.
Konuşmalarını yapmak için Trabzon Gürcü Kültür Derneği Kurucu Başkanı ve Genel Sekreteri Mustafa Baş'ı davet ediyoruz. Batu Mustafa Baş, Trabzon Kartulu Kultures Asosiyatsiyas Danışmanı ve Prezident Vücut Senası. Teşekkürler. Değerli misafirler, Sayın Ortahisar Belediye Başkanımız, hoş geldiniz. Sayın Başkonsolosum, nezdinde değerli başkanlarım, Ziraat Odası Başkanımız Mustafa Bekar, Ordu Kafkas Gürcü Kültür Derneği Başkanımız Volkan Karaoğluoğlu, Gürcistan'dan ve yakından gelen siz değerli hemşehrilerimiz, hoş geldiniz, sefalar getirdiniz. Öncelikle maalesef bu hafta çok üzüntülü bir, vahim bir olay yaşadık. Onun gölgesinde böyle bir programı yapmak gerçekten bizleri üzüyor. Fakat şunu da paylaşmak istiyoruz ki gelen arkadaşlarımız da sağ olsun Nina Hanım vesaire. Bu üzüntüyü paylaşmak için özellikle geleceğiz ve duygularımızı bizzat orada dostlarımıza paylaşacağız diyerek bizleri onurlandırdıkları için tekrar teşekkür ediyorum. Hepinizi saygı, sevgi, muhabbetle selamlıyorum. Teşekkür ederim. Მინდა თქვა, რომ ამ კვირაში მომხდარი ტრაგედიული ამბებიდან გამომდინარე ამ ამბების ჭრის ქვეშ ამ კვირაში ამ პროგრამის გაკეთება ძალიან რთული იყო, მაგრამ ქალბატონმა ნინომ ორგანიზატორმა ყველაფერი გააკეთა, მოინდომა რომ ეს მისი ემოციები, მწუხარება, თანადგომა გამოეხატა ზუსტად ამ შესაბამისად შესული პროგრამით და ამ პროგრამით თავისი ემოციების გადმოსაცემა ჩამოვიდა. აქ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის. Ayrıca bizlere her daim desteklerini esirgemeyen, her zaman bizlerle olan değerli Artvinler Dernek Başkanımız Ahmet Külekçi Bey'e, Bayburtlar Dernek Başkanımız Saadettin Bey'e çok teşekkürlerimizi iletiyorum. Adını unuttuğum veya sayamadığım başkanlarımıza da özürlerimi beyan ediyorum. Tekrar hoş geldiniz, sefalar getirdiniz. ასევე არქივის ასევე ბაიბულის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს ყოველთვის ჩვენი მხარდაჭერისთვის აღმოსავლეთის მადლობას ვუხდით. ასევე რომელი მმართველების სახელებიც ან გამომჩნდა და მავიწყდა მათაც მადლობას ვუხდით და კმაყოფილი ვართ, მადლობელი ვართ აქ მოგზაურობისთვის. Ortahisar Belediye Başkanımız Sayın Kıymetli Başkonsolosumuz nezdinde bütün katılımcıları saygıyla, sevgiyle selamlıyorum. Özellikle kardeş ve dost ülkemiz Gürcistan'dan buraya gelen kıymetli misafirlere hoş geldiniz diyorum. Değerli başkanım ifade ettiler, Türk milleti olarak çok acı, çok talihsiz bir haftayı geride bırakıyoruz. როგორც ბატონმა მუსტაფამ აღნიშნა, ძალიან ცუდი ამბებით შემთხვევა გავიარეთ ამ კვირაში და მოვიტოვეთ ცუდი ამბებით ეს კვირა. Pırıl pırıl ve gencecik yavrularımız maalesef elin bir saldırı sonucu rahmetli oldular. Çok üzgünüz. ძალიან მწუხართ და დამწუხრებული ვართ სიცოცხლის სავსე ბავშვები გამოიწყნენ სიცოცხლეს ბრმატყვის გამო. Bu acı günümüzde bu programı tertip etti Gürcü Trabzon Derneğimiz, Kültür Derneğimiz. Bir nevi acımızı paylaşmak adına buradasınız. Bu anlamda hepinize çok teşekkür ediyorum, saygılar sunuyorum. ხალხის გაზიარებისთვის და მხარდაჭერისთვის შექმნა, როგორც ვიცით, და ესთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით და მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. Evet, Sota Kartulivitsi. Neri Apstiauri, film yönetmeni, piyanist, öğretmen, Yazarlar Birliği üyesi, 8 kitabın yazarı, besteci, Türk klip ve müzikalleri yaratıcısı, Türkçe'ye çevrilmiş birçok Gürcü filminin yazarı. Bu aşamada Neri Hanım'ın yazdığı ve Türkçe'ye çevirdiği ünlü Gürcü operası Keto ve Keto. Keto ve Kote. Sonbaharda Samsun Opera ve Bale Tiyatrosu sahnesinde Türkçe olarak sergilenecek. Yakın geçmişte Samsun Gürcü Kültür Derneği'nde Kukla Tiyatrosu'nun, Peri Kuşu Tiyatrosu'nun kurucusu Neli Hanım'ın yazdığı ve Türkçe olarak sahnelenen
19 oyun Bursa'daki tiyatronun sahnesinde sergilendi. სცენაზე მინდა მოვიწვიო ქალბატონ ნელი აფშიაელი, კინორეჟისორი, პიანისტი, პედაგოგი, მწერალთა კავშირის წევრი, ბაწიგნის ავტორი, კომპოზიტორი, თურქული კულტურის და მუსიკების შემქმნელი, თურქულ ენაზე ნათარგმნი არაერთი ქართული მხატვრული ფილმის ავტორი. ამ ეტაპზე ქალბატონ ნელის მიერ დადგმული და გადათარგმნილი ცნობილი ქართული ოპერა „ქეთო და კოტე“ დაეთმობა შემოდგომაზე სამსუნის ოპერის და ბალეტის თეატრის სცენაზე თურქულ ენაზე. უახლოეს წარსულში სამსუნის ქართული კულტურის საზოგადოებაში თოჯინების თეატრის ხაფრის ფრინველი თეატრის დამაარსებელი ქალბატონი ნელის მიერ შექმნილი და შემდეგ თურქულ ენაზე შესრულებული 19 სპექტაკლი დაიდგა ბურსაში თეატრის სცენაზე. ქალბატონ ნელის თქო მოგზაურდეს ჩვენთან და მადლობა მასთან ჩვენთანაც. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დედი არქადაშლარის მერაბალარ. ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ ამ სცენაზე. Bugün bu sahnede sizinle olduğum için çok mutluyum. ჩვენ საქართველოში ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, რომ ძალიან ლამაზი, ულამაზესი პროგრამით წარდგენილიყავით თქვენს წინაშე. Biz Gürcistan'da çok güzel ve çok iyi programla sizin karşınızda çıkabilmemiz için çok çaba sarf ettik. მაგრამ ასეთი ძალიან შემზარავი ტრაგედიის გამო ჩვენ ძალიან შევწუხდით, ამიტომ მთლიანად შევცვალეთ ამ კონცერტის ფორმატი და მთლიანად ეს საღამო მიუძღვენით იმ გარდაცვალებულ სულთან მოსაგონებლად. Ama bu haftada olan üzücü bir haberden dolayı çok üzüldük. Programı tamamen değiştirdik ve bu akşam bu programı vefat eden çocukları ve öğretmenin anısına, onların adına sunuyoruz sizlere. მადლობა თქვენ და დარწმუნებული ვარ რომ ეს საღამო ძალიან მოგეწონებათ და ორივე მხარეს მაყოფილი ვიქნებით. Bu akşam bu programda beğeneceğinize eminim ve her iki tarafa mutlu eve döneceğinden eminim. მადლობა. Teşekkür ederiz. Mადლობა თქვენი ხალხებმა. Nino Regliashvili, Gürcistan Teknik Üniversitesi Profesörü, Gürcistan Gazeteciler Birliği birincilik ödülü sahibi, Niko Nikoladze ödülü sahibi, Gürcistan Yazarlar Birliği tarafından Amagdari ünvanı ve Kraliçe Tamar nişanı ile ödüllendirilmiştir. Yaklaşık 20 kitabın yazarı, birçok kitabın da ortak yazarı ve editörüdür. 7 adet eğitim belgesel filmi yapmıştır. სცენაზე მინდა მოვიწვიო ქალბატონ ნინო რეხვიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პირველი პრემიის ლაურეატი, ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ გადაეცა ამაგდარის წოდება და თამარ მეფის ენდალმა. არის 20-მდე წიგნის ავტორი, მრავალის თანაავტორი და რედაქტორი. გადაღებული აქვს 7 საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმი. ქალბატონ ნინო, გთხოვთ. ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩემო თანამემამულენო. დღეს გმინავს თურქეთის მიწა. ჩვენ შევიტყვეთ რა ამ ტრაგედიის შესახებ, შეხვედრის გადადების ნაცვლად, სამძიმრის სათქმელად ჩამოსვლა გადავწყვიტეთ და საქართველოს მხრიდან ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ. Değerli dostlar, saygıdeğer konuklar ve yurttaşları, bugün Türkiye toprakları yas tutuyor. Bu trajediyi öğrenmez programı ertelemek yerine Gürcistan adına başsağlığı dileklerimizi iletmek ve derin üzüntümüzü ifade etmek için buraya gelmeye karar verdik. რუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. თანადგომას ვუცხადებთ თურქ ხალხს და სახელმწიფოს. უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა ჩვენი საზოგადოებისთვისაც ძიმე ტკივილია. Şehitlerin ailelerine ve yakınlarına başsağlığı dileklerimizi iletiyor. Türk halkı ve devletiyle dayanışmamızı ifade ediyoruz. Masum insanların hayatını kaybetmesi toplumumuz için de büyük bir acıdır. პროგრამა, რომლითაც თქვენს წინაშე უნდა წარსდგეთ,
სწორედ მათი სულების საპატივცემლოდაა შექმნილი. ეს არის სახელმწიფო ნოტა საქართველოდან, რამე თუ ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყანას, სადაც ხალხი ისტორიულად სიკვდილს სიმღერით ეგებებოდა. დიდება მათ სულებს. Sizlere sunacağımız program onların ruhlarını onurlandırmak için tasarlanmıştır. Bu Gürcistan eyaletinden bir anma mesajıdır. Çünkü biz Gürcistan'ı temsil ediyoruz ve tarihimize göre Gürcistan'da insanlar olumlu şartlarla karşılıyorlardı. Ruhlarına şan olsun. დიახ მეგობრებო, დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ როგორც შემსრულებლები და მსმენელები, არამედ როგორც ერთი ფესვის, ერთი კულტურის და ერთი ისტორიის ადამიანები. ტრაბზონი არის ადგილი, სადაც საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობს ჩვენი საერთო სული, სადაც ქართული სიტყვა, ლაზური სიმღერა და ტრადიცია დღემდე ინახავს თავის ძალას. ჩვენ აქ მოვედით სიყვარულით, პატივისცემით და დიდი მადლიერებით, რათა კიდევ ერთხელ გავაცოცხლოთ ის, რაც გვაერთიანებს. ჩვენი ენა, ჩვენი სიმღერა და ჩვენი იდენტობა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება არა მხოლოდ ხელოვნებას, არამედ ჩვენს ფესვებს, ჩვენს ისტორიას და იმ მომავალს, რომელიც სწორედ ამ ერთობით უნდა ავაშენოთ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს აქ ხართ და ამ განსაკუთრებულ საღამოს ჩვენთან ერთად იზიარებთ. ახლა ჩვენ არა მარტო ვუყურებთ ისტორიას, არამედ განვაგრძობთ მას. ძვირფასო მეგობრებო, სანამ ფილმი დაიწყება, მოდით ცოტა ხნით დავუბრუნდეთ იმას, რაც გვგმნის, რაც გვამაგრებს, რაც გვაერთიანებს. დღეს ჩვენ გავიხსენებთ ადამიანს, რომელმაც სიტყვას და ქმედებას ძალა შესძინა, ერს კი ჟღერადობა. ეს ისტორია მოგვითხრობს იმ დიდი ქართველის, ერის მამისა და წმინდანის, პოეტისა თუ მწერლის, საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის შესახებ. ადამიანის, რომელმაც გვასწავლა, რომ ენა, მამული, საძმონოება ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი საიდუმლოებაა. ადამიანის, რომლის ცხოვრების შინაარსი მხოლოდ სამშობლოსათვის, მისი ნათელი მომავლისაკენ იყო მიმართული. დღეს აქ ამ მიწაზე, სადაც ქართული და ლაზური სული ერთად სუნთქავს, ეს სიტყვები კიდევ უფრო ძლიერად ისმის. მოდით მოვუსმინოთ და ვუყუროთ ისტორიას, რომელიც გვახსენებს თუ ვინ ვართ, როგორ ფესვებზე დანამყნდა ეს მადლიანი საქართველო. Evet arkadaşlar, bugün burada yalnızca sahnede olanlar ve izleyiciler olarak değil, aynı korkunun, aynı kültürün ve ortak bir tarihin evlatları olarak toplandık. Trabzon yüzyıllardır ortak ruhumuzun yaşadığı, nefes aldığı bir mekandır. Gürcü sözü, Laz ezgisi ve kadın gelenekler burada hala canlılığını korunmaktadır. Bugün buraya sevgiyle, saygıyla ve derin bir şükrün duygusuyla geldik. Bizi birleştiren değerleri yanından yaşatmak için dilimizi, ezgimizi ve kimliğimizi. Bu buluşma yalnızca sanata adanmış değildir. Köklerimize, tarihimize ve işte bu birlikten doğacak geleceğimize adanmıştır. Bu özel akşamı bizimle paylaştığınız için her birinize yürekten teşekkür ederim. Artık biz yalnızca tarihi bakmıyoruz, onu yaşatıyor, onu sürdürmeye devam ediyoruz. Sevgili dostlar, film başlamadan önce gelin bizi var edin, bizi ayakta tutan, bizi birleştiren değerlere kısa bir yolculuk yapalım. Bugün söze anlam, eyleme kudret kazandıran bir insanı anacağız. Bir millete sesini, ruhunu ve gücünü hatırlatan büyük bir şahsiyeti. Bu hikayeye büyük Gürcü'nün, milletin babasının, bir azizin, şairin, yazarın ve toplumun önderinin, İlya Çavcavadze'nin hayatını anlatır. O bize şunu öğretti: dil, vatan ve inanç bir milletin varlığını koruyan en büyük sırrıdır.
Onun hayatı bütünüyle vatanına ve onun aydınlık yerlerine adanmıştı. Bugün burada Gürcü ve Laz ruhunun birlikte nefes aldığı bu topraklarda bu sözler çok daha derin, çok daha güçlü yankılanıyor. Gelin bize bir kim olduğumuzu hatırlatan bu hikayeyi birlikte izleyelim. Gelin koklarımızın gücünü bir kez daha hissedelim. Trot Çavtot filmi. Lütfen film başlatalım. Film başlamadan önce filmden sonra asil program başlıyor. Şarkı, dansı, gerçek Gürcüce ruhu taşıyan bir program. Bundan dolayı filmden sonrasını bekleyin lütfen. ძალიან თოთ ფილმის დამთავრებას დაელოდოთ, იმიტომ რომ ძირითადი მეორე ნაწილი პროგრამის სეკვა მუსიკა და ნამდვილი ქართული სული შემცველი ასევე კონცერტი იწყება ფილმის შემდეგ, ამიტომ თოთ დაელოდოთ ფილმის დამთავრებას. დავამატებდი ჩემო ლანა, რომ ეს ფილმი გახლავთ დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი, ჩემ მიერ შექმნილი ფილმი, რომელიც ერთხელ კიდევ მოგცემთ საშუალებას იმისა, ქართულ თურქებზე მაქვს საუბარი და ჩემს თანამემამულეებზე ერთხელ კიდევ ვიამაყებთ ჩვენი ქართველობით. Şimdi bu film dokuman bir film, bir belgesel bir film. Nino Hanım kendisi yaptı, üretti, başardı ve bu filmi izledikten sonra hem burada yaşayan Gürcüler hem eski Gürcüler hem biz bir kere daha Gürcü olduğumuz için gurur duyacağız. İyi seyirler size, iyi film izlemeleri. İlya Cavcavadze Estveli Sakatlı'yı. İlya Cavcavadze bütün Gürcistan bölümünde film açalım. Maşası Çarkot filmi. Kasvetli ve karamsarlık, tipsiz konflikt, iki özelliğin yani dedikodu yeteneği ve acımasız bir... İyi akşamlar. პირველში მინდა თუ ხალხს მიუსამძიმრო ამ ტრაგედიის გამო. Başta Türk halkına başsağlığını diliyorum bu olan bir kötü olaylardan dolayı. დღეს გამოსვლებმა ისაუბრეს, რომ ძალიან ძიმე დღეები არის იმ დაკარგული ახალგაზრდა ბავშვების გამო თურქეთში. Absolutely uğraştırdı yalnız. Bugün program sunan arkadaşlarımız da bugünler çok derin ve çok üzücü bir bunlar Türkiye için ve gerçekten katılıyorum bu dediklerine. მაგრამ როგორც ჩვენთან იციან თქვა, სიცოცხლე გრძელდება და აი ამ ახალგაზრდებმა დღეს თავის მხრიდან შეეცადნენ, რომ გარკვეულწილად შეემსუბუქებიათ Türkiye მოსახლეობისთვის ეს ძიმე დღეები, რომელიც დღეს არის. Ve bizde dediklerine göre eskilerin dediği gibi hayat devam ediyor ve bu gençler bugün Türk halkının ve burada olan misafirlerinin bu üzüntülü günlerini birazcık olsa da hafifletmeye çalıştılar. სამწუხაროდ განებივრებული არა ვართ ტრაპიზონში ესეთი ლამაზი საღამოებით. Maalesef Trabzon'da böyle güzel akşamları sık sık olmuyor. და დიდი მადლობა მინდა მოვახსენო სულ ყველა მონაწილეს დღევანდელი საღამოსი ორგანიზატორებიდან დაწყებული შემსრულებლებით დამთავრებული. Ve bugün bu akşamı organize eden, çabalayan, numaraları ve danslı şarkıları söyleyen herkese çok teşekkür ederim bundan dolayı. და უსურვო რაც შეიძლება მეტი კონცერტი და მეტი გამოსვლა, რომ უფრო მეტი მაყურებლისთვის გაეცნო ქართული Ve diliyorum ki çok daha fazla konserler, programlar olsun ki daha çok kişilere kendi ruhunu, kültürü göstersinler diye. დიდი მადლობა და წარმატებებს. Çok teşekkür ederim. Başarılar.